პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა ცოცხლად დაბადებულებში სქესთან რაოდენობრივ ნორმალურ თანაფარდობად მიჩნეულია 104, 107 ბიჭი 100 გოგონაზე. მოცემული დიაგრამა აგებულია გაეროს მონაცემებზე. ვიმეორებთ. ყველაზე მაღალი სქესთან რაოდენობრივი თანაფარდობა 1995-2050 წლების პერიოდში ჩინეთი გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ 1995-2000 წლების პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც ფიგურირებენ როგორც სქესთან მაღალი რაოდენობრივი თანაფარდობის მქონე, ხოლო საქართველოს 2050 წლისათვისაც ლიდერებს შორის არის გაეროს ექსპერტების პროგნოზით. ცოცხლად დაბადებულებში სქესთან მაღალი რაოდენობრივი თანაფარდობის მიზეზად ვარაუდობენ ორსულობის ადრეულ დიაგნოსტიკას, სქესის ადრეული დიაგნოსტიკით დადგენისას და ამასთან ბიჭების როგორც სასურველი სქესის ბავშვებზე ორიენტაციისას გოგოს ჩანასახის შემთხვევაში ხდება მისი ხელოვნურად მოშორებაო. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ მდგომარეობას უნდა განაპირობებდეს როგორც ტრადიციები, ისტორიული და კულტურული ნორმები, ისე არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული სპეციფიკური ასპექტები. ცოცხლად დაბადებულებში სქესთან რაოდენობრივ თანაფარდობაზე მსჯელობისას როგორც ფენომენზე აუცილებელია დაბადებულების მოწესრიგებული სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის არსებობა. აღსანიშნავია, რომ სქესთან რაოდენობრივი თანაფარდობის დარღვევა ცოცხლად დაბადებულებში შეიძლება რეალური არ იყოს და გამომდიდარებდეს დაბადებულების არასრული სტატისტიკური აღრიცხვიდან. ადრეული დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, როდესაც ანგოლაში 1967-1970 წლებში 100 ცოცხლად დაბადებულ გოგონაზე 93-96 ბიჭი მოდიოდა. კენიაში 1970-1972-74 წლებში 100 გოგონაზე 97 ბიჭი მოდიოდა, ხოლო 1971 წელს 111 ბიჭი. აღსანიშნავია 1979 წელი, როდესაც კენიაში ცოცხლად დაბადებულებში 100 გოგონაზე 155 ბიჭი მოდიოდა. ამ სახის ძალიან ბევრი მაგალითების მოტანა შეიძლება. ყველანი ისინი მხოლოდ ერთზე მიგვითითებენ კერძოდ მოუწესრიგებელ სტატისტიკურ აღრიცხვაზე. შორეულ გეოგრაფიულ შედარებებს თავი რომ დავანებოთ და საქართველოს დაუბრუნდეთ, მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში, თბილისის გუბერნიაში სქესთან ნორმალური რაოდენობრივი თანაფარდობა ცოცხლად დაბადებულებში დარღვეული იყო და 100 გოგონაზე 115 ბიჭი მოდიოდა. საქართველოში სქესთან რაოდენობრივი თანაფარდობა ცოცხლად დაბადებულებში 1994 წლიდან ირღვევა. ის მნიშვნელოვან ცვალებადობას განიცდიდა და მაქსიმუმს 2008 წელს მიაღწია 128 ბიჭი 100 გოგონაზე ცოცხლად დაბადებულებში. უკვე შემდეგ წელს, ანუ 2009 წელს, როდესაც დაბადებულთა სტატისტიკური აღრიცხვა წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სქესთან რაოდენობრივი თანაფარდობა ცოცხლად დაბადებულებში მოწესრიგდა და 100 გოგონაზე 105 ბიჭი შეადგინა. 2010 წელს რამდენადმე გაიზარდა და შეადგინა 108 ბიჭამდე 100 ცოცხლად დაბადებულ გოგონაზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და საქართველოს ისტორიულ-კულტურული და ტრადიციული ნორმები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ბავშვთა შობასთან სადღეისოდ არსებული ვითარებაც ასევე მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ჩინეთის ხელისუფლება უკვე კარგ ხანია, რაც ატარებს შობადობის შეზღუდვისაკენ მიმართულ დემოგრაფიულ პოლიტიკას. 1979 წლიდან მოცემული დემოგრაფიული პოლიტიკა აისახა ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვის ყოლის უფლებაში.
ამ ღონისძიებების წახალისებისათვის შემოიღეს სხვადასხვა ჯილდოები, ხოლო დამღულებებისათვის უმძიმესი ჯარიმები. ამას ისიც დაემატა, რომ 1982 წელს შობადობის შეზღუდვა ჩინეთის მოქალაქეთათვის კონსტიტუციური მოვალეობა გახდა. საქართველოში ჩინეთისაგან განსხვავებით სახელმწიფო არ ზღუდავს ოჯახში ბავშვების რაოდენობას და არ განსაზღვრავს ერთბავშვიან ოჯახს. საზოგადოებრივი აზრი შობადობის დისკენ არის მიმართული ამასთან. 2008 წლის იანვარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ მოუწოდა საქართველოში მცხოვრებლებს გამრავლებისაკენ და თავის მხრივ ამის გასამტკიცებლად გამოაცხადა მესამე და შემდგომი რიგითობის ბავშვების მონათლა. 2 წლის 2008 და 9 წლების განმავლობაში შობადობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად და არსებითად გაიზარდა. ასეთივე მდგომარეობა იქნა შენარჩუნებული 2010 წელს. რაც შეეხება ძალიან დაბალ სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობას, 1995-2050 წლების პერიოდში აფრიკის რიგ ქვეყნებში, როგორც ჩანს, ეს რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის ეთნოგენეტიკური თავისებურებებიდან უნდა გამოდიოდეს. ხედავთ მოცემულ დიაგრამაზე. ამდენად ხედავთ რა დაბალია, ხო 102-ის ქვემოთაც არის თუ ქვეყანაში 101-ია. ჩვენი აზრით და არსებული მონაცემებით, რომელიც საქართველოში კონკრეტულად არაერთი და ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ქალების რეპროდუქციულ ჯანმრთელობის კვლევებს ეხებოდა, საერთოდ არ არის დაფიქსირებული მიზეზი, აბორტის მიზეზად არ ფიგურირებს სელექციური აბორტი, როგორც მიზეზი. ამდენად, როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის მოტანილი მონაცემები უფრო სტატისტიკური აღრიცხვის უწესრიგობიდან გამომდინარეობს, ვიდრე გავრცელებული ვითომ ადრეული დიაგნოსტიკიდან დადგენილი და შემდეგ ჩატარებული სელექციური აბორტებით. რაც შეეხება მოკტაობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მოკტაობის საერთო დონე საკმაოდ პირობითი მაჩვენებელია, ვინაიდან მისი სიდიდე მოსახლეობის ასაკობრივ სქესობრივ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. სტანდარტიზაციის გარეშე მოკტაობის საერთო დონის შედარება სხვადასხვა პერიოდისა და ქვეყნებისათვის პირობით ხასიათს ატარებს. მოცემულ შემთხვევაში მოკტაობის საერთო დონის იგულისხმება მოკტაობის ზოგადი კოეფიციენტი მოსულ შემთხვევაში, ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 წუთზე, ამ მაჩვენებლის წარმოდგენა მხოლოდ იმით არის განსაზღვრული ჩვენ შემთხვევაში, რომ ზოგადად ნაჩვენები იყოს მოკტაობის საერთო დონის შესაძლებელი მაქსიმუმი და მინიმუმი. 1950-იანი წლების დასაწყისში 2005 წლებში ყველაზე მაღალი მოკტაობით მოსახლეობის 1000-ზე გამოირჩეოდნენ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომლებშიც ასაკობრივი მოკტაობის ინტენსივობაც დიდი იყო. 2045-50 წლისათვის მდგომარეობა იცვლება და მაღალი მოკტაობის საერთო დონეს, რომელიც წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებია, უფრო დემოგრაფიული დაბერების პროცესი განსაზღვრავს. განსახილველ პერიოდში ყველაზე მაღალი მოკტაობა მოსახლეობის 1000-ზე დაფიქსირებული იყო 1975-1980 წლებში აღმოსავლეთ ტიმორში და ის 45-ს აღწევდა მოსახლეობის 1000-ზე. საქართველოში 1950-იან და 1960-იან წლებში მოკტაობას მოსახლეობის 1000-ზე კლების ტენდენცია ახასიათებდა. მისი დონე
2005-2010 წლებში უკვე განიცდიდა დემოგრაფიული დაბერების გავლენას, რაც 2045-2050 წლებისათვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ქვეყნები ყველაზე დაბალი მოკლდაობით მოსახლეობის 1000-ზე 2000-იანი წლებიდან რამდენიმე ფაქტორის გავლენას განიცდიან, რომელთაც შორის აღსანიშნავია პირველი შედარებით მაღალი შობადობა და მეორე ახალგაზრდა მოსახლეობის შედარებით მაღალი წილი და მესამე ჯანდაცვის სისტემის სრულყოფა. სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნული ფაქტორების გავლენის წილი განსხვავებულია და კომბინირებული ზემოქმედებით გამოიხატება. მაგალითად, 1950-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთი ტიმორი და იემენი მიეკუთვნებოდნენ ყველაზე მაღალი მოკლდაობის მქონე ქვეყნებს მოსახლეობის 1000-ზე. 2055-2050 წლებისათვის აღმოსავლეთი ტიმორი და იემენი ყველაზე დაბალი მოკლდაობის მქონე ქვეყნების რიგში აღმოჩნდებიან გაეროს ექსპერტების პროგნოზით. ამასთან, როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნულ ვითარებას სამივე ფაქტორი განსაზღვრავს. თაობათა განახლებისათვის საკმარისი შობადობის დონე, 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის შედარებით მაღალი წილი და ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელი გაუმჯობესება. ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში აფრიკასა ქვეყნები მაგალითისთვის მოყვანილი გვაქვს ანგოლა, სიერა-ლეონე და სხვა და დასავლეთ აზიის მთელ რიგ ქვეყნებში, ავღანეთში მაგალითად, ჩვილთა მოკლდაობის კატასტროფულად მაღალი დონე იყო. ჩვენ ხედავთ დიაგრამაზე ამას. 2005-2010 წლების პერიოდისათვის ჩვილთა მოკლდაობის დონე აღნიშნულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მაინც ძალიან მაღალი იყო. 2005-2050 წლებისათვის ჩვილთა მოკლდაობის კლების მიუხედავად აღნიშნულ ქვეყნებში მისი დონე მაინც საკმაოდ მაღალი იქნება. ჩვილთა მოკლდაობის დონე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ამდენად ჩვილთა მაღალი მოკლდაობა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ჩვილთა დაბალი მოკლდაობა განვითარებული ქვეყნებისათვის. 1950-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ქვეყნებში ჩვილთა მოკლდაობის დონე 10-ჯერ ნაკლები იყო და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. 2005-2010 წლებისათვის წინა პერიოდთან შედარებით ჩვილთა მოკლდაობამ კლება განიცადა. განვითარებულ ქვეყნებში მისი დონე 4-ზე ნაკლები იყო 1000 ცოცხლად დაბადებულზე, ხოლო მთელ რიგ ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად მისი დონე აღემატებოდა 1000 ცოცხლად დაბადებულზე. განვითარებულ ქვეყნებში 2045-2050 წლებისათვის ჩვილთა მოკლდაობის დონე მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდება, რადგან ზრულ სიდიდესთან პრაქტიკულად უკვე სადღეისოდ არის მისული. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ჩვილთა მოკლდაობის კლება გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. სადღეისოდ მიუხედავად იმისა, განსხვავება ჩვილთა მოკლდაობის დონეში განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი დარჩება სამომავლოდაც. საქართველოს ჩვილთა მოკლდაობის დონის მიხედვით 1950-1955 წლებში 156 ადგილიდან 2005-2010 წლებისათვის 70 ადგილზე გადაინაცვლა. გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2045-2050 წლებისათვის ჩვილთა მოკლდაობის დონე საქართველოში დღევანდელთან შედარებით 3-ჯერ შემცირდება. ცნობილია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლდაობის განმაზოგადებელ მაჩვენებელს წარმოადგენს. მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის, ხოლო დაბალი შესაბამისად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის.
1950-იან წლებში მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩეოდნენ ჩრდილოეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ამერიკის შეერთებული შტატები. 2005-2010 წლებში მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობის ქვეყნებს იაპონია და ჰონგ-კონგი შეუერთდა და ამასთან ლიდერების სახით. ასეთ მდგომარეობას ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით იაპონია და ჰონგ-კონგი 2050 წლისათვისაც შეინარჩუნებენ. მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით პირველობა ისლანდიას ეკუთვნის. დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა ავღანეთსა და აფრიკის რიგ ქვეყნებშია. მართალია 2050-იანი წლების დასაწყისიდან შედარებით 2005-2010 წლისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ის საგრძნობლად დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ 2045-2050 წლებისათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა ავღანეთსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა 20-30 წლით მაინც ნაკლები იქნება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ნაკლებია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. გაეროს ექსპერტების განგარიშებით სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას საქართველოში დღევანდელთან შედარებით 2055-2050 წლისათვის დაახლოებით 6 წლით გაიზრდება.